მაგალითად საჭმელში ხალხს, ნუ აი ვის უნდა მოვიდეს ეგ გაზრდა და რა სიბინძური, აი რატო უნდა მოგივიდეს საერთოდ ასაკ კავშირი, არ ვიცი, მაგრამ გაქვთ ძალიან დაბალი ინტელექტი, აყევით ამ მოწოდებას. გაჩერდა გლოვო, იმიტომ რომ ყველამ წავშალეთ, ნახევარმა საქართველოს წაშალა გლოვოს აპლიკაცია. გაჩერდა რესტორნები, ანუ ფაქტიურად ქვეყანას ანგრევთ, იმიტომ რომ გაქვთ ძალიან დაბალი ინტელექტი და ძალიან ადვილია თქვენი მართვა. ნუ აი ვინ უნდა მომიწოდოს, რა უნდა ხდებოდეს. მტერი თუ ხარ, თუ გონია რომ მტერი ვარ შენი, მებრძოლე, ხო? ეს რა ბრძოლის მეთოდია, ჩაუფურთხე, შეურაცხყოფა მიაყენე, ზომბივით ქუჩაში გაეკიდე, უბრახუნე და მერე რო გადმოვა და თვითონაც რომ იბრახუნებს კარგად. ნუ გაგიკვირდებათ. ან ამ კომენტარებში რომ მემუქრებით, რა იცი რას გიზამ, აი რას მიზამ. უბრალოდ მართლა მაინტერესებს სანამდე მიდის თქვენი ფანტაზია. იმიტომ რომ რას გიზამდე თუ მივიდა საქმე, ვინ ვის რას უზამს, კარგად დაინახავთ. და თქვენ არ გეგონოთ რომ ეს მოთმენის ვალდებულება ყველას აქვს და დიდი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი და დიდი ხანი მოგითმენთ ვიღაც. არა მეგობრებო, დიდი ხანი არ მოგითმენთ ვიღაც და მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი გადაიზრდება ძალიან ცუდ რამეში. რატომ? იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი ინტელექტი და თქვენი აგდება ფინთი გოიმივით ძალიან ადვილია. და ხო, თქვენ ხმარობენ ნაციონალები. თქვენს ინტელექტს ხმარობენ ნაციონალები. აი ესე წარმატებულად და ლამაზად.